საამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ლილუაშვილი გაკოჭეს მოიხსენებათ. სუსტის ყოფილი უფროსი. და ძალიან ბევრი საგულისხმო რამ გამოიკვეთა ამითი. უპირველეს ყოვლისა ის გამოიკვეთა, რომ როგორც პროკურატურა აცხადებს და არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ დავეჭდეთ ამაში, პრინციპში ეს ფაქტებია, არც თუ დიდი საიდუმლო. ლილუაშვილი ქთამებს იღებდა, როცა იყო სუსის უფროსი, მილიონიანი ქთამები ჩამოუთვალეს სხვადასხვა ბიზნესის ლობირებისთვის, რა ვიცი, ენერგეტიკის სფეროში, ბაღების სფეროში, შესყიდვების სფეროში, ასე შემდეგ. კოლცენტრების სფეროშიც, რა თქმა უნდა, რომ ის მფარველობდა ამ კოლცენტრებს. ანუ გაქანებული ყაჩაღი იყო ბორია ივანიშვილის სუსის უფროსი ლილუაშვილი. და ამას ხო წლების განმავლობაში ვილაპარაკობდი მე. მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ ახლა, არაერთი ჟურნალისტური კვლევა ყოფილა, როცა ამაზე ვილაპარაკიათ, ხო? მაგრამ ხო ამბობდი მე, რომ ყაჩაღები არიან კოცების ეს ძალოვანი მინისტრები. და იმასაც ვამბობდი, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის თანხმობით. არა უბრალოდ თანხმობით, არამედ მაფიის ბოსი არის ბიძინა ივანიშვილი. ბორია ივანაშვილი, უბრალოდ გვაგადაკეთებული. გავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ნახოს. პირდაპირ უნდა დაერქვას ყველაფერს ხო თავის სახელი. ახლა იმის ლაპარაკი, რომ აი სუსის უფროსი დავიჭირეთ, ახლა კობახიძემ თუ რაღაც კიდე რომელიღაც იმბეცილმა პაპუაშვილმა თქვა, აი ჩვენ ხედავთ როგორ ვებდით კორუფციას, თვით სუსის ყოფილი უფროსი დავიჭირეთო, ესე იგი სისტემა ებრძვის უკეთურობას და კორუფციას. უკაცრავად 2021-2023 წლების დანაშაულებზე აქ ლაპარაკი. ანუ ეს კაცი იყო თანამდებობაზე, ხო, ლილუაშვილი. მაშინ ეს არ იცოდით? რა თქმა უნდა იცოდით. ამაზე გეუბნებით, მე ვლაპარაკობდი პირადად მე და არაერთი ჟურნალისტი კიდე, ხო? ვინც იკვლევდა ამას და აქვეყნებდა ამ კორუფციულ სქემებს. კოლცენტრებზე ხო იყო ლაპარაკი. წლების განმავლობაში, რომ ქოცნება ამ კოლცენტრების მეშვეობით ძარცვავს ევროპელ და ამერიკელ და სხვადასხვა ქვეყნების პენსიონერებს. ანუ ეს არის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც აღიარა თავად ქოცნებამ აი ლილუაშვილის საპატიმრო ორდენით გამომზეურებისას. ხო ასე არის. ანუ ქოცნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ საერთაშორისო კრიმინალურ დანაშაულში, რასაც ქვია კოლცენტრების მაფია, ხო? ქოცნებამ თავად აღიარა ქოცნების პროკურატურამ, ლილუაშვილი პარავდა ბავშვებს ფულს. ბაღების კვების შესყიდვაზე ატკატებს ტეხავდა. ანუ ქოცბანდა ბავშვებს ძარცვავდა. რა არის, რამე გაურკვეველია ამაში, რამე გასაკვირი არის. აი ვინ არის ერთი მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც გაიკვირებს, ამას როგორ იკადრებდა ქოცნება, ქოცბანდა. ამას როგორ იკადრებდა ბორია ივანაშვილი. ძალიანაც კარგად იკადრებდა. ამით აკეთებს ის ფულს. წელს იანვარში ბორია ივანაშვილმა არ გადაიხადა ბიუჯეტში დღეგაც გადასახადი 242 მილიონი ლარი. ეს ხომ ვიცით ყველა. აი 1,5 მილიარდი ლარის ხელოვნების ნიმუშები რო შემოიტანა თავისი უცხოეთიდან. ეკუთვნოდა 18%-იანი დღეგაც გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი და არ გადაიხადა. იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღო მისთვის კანონი და გაათავისუფლა ამ გადასახადებისგან. უკაცრავად 242 მილიონი ლარი ეს არის დაახლოებით რა მეტიც კი
ვიდრე 3 წლის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება სიღატაკის ზღვარს მიუღაყოფი ადამიანებისა. ყოველწლიურად ცნობისათვის სიღატაკის ზღვარს მიუღაყოფი ადამიანების შემწეობებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი არის 71 მილიონი ლარი. ანუ 3 წელი და კიდევ მეტი. ბორია ივანიშვილმა აახია ამ ხალხს ბიუჯეტს აახია 709,000 სიღატაკის ზღვარს მიღმაყოფი ყავს ოფიციალურ სტატისტიკას გეუბნებით და აქედან 260,000 არის ბავშვი სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები რომელიც არის დამოკიდებული იმ შემწეობაზე რომელსაც მას აძლევს აი ამათ მოპარა ბიძინა ივანიშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილმა და საბავშვო ბაღების ტენდერებში ფულს რა ვერ გააკეთებდა ბორია ივანაშვილი. მაფიის ბოსი არის და იმის ქვევით ადამიანები უბრალოდ არარაობები ეს კომელაურები ღარიბაშვილები ძარცვავდნენ. მწვანე შუქი ქონათ ანთებული ბორია ივანიშვილისგან გაეძარცვათ როგორც დამპყრობლებს აი ურდოები რომ შემოესეოდნენ და ხალხს დაადებდნენ ხალხს აი ესე ძარცვავს ბორია გვარგადაკეთებული ივანაშვილი ეს კრემლის დივერსანტი საქართველოს 13 წელია ძარცვავს უმოწყალოდ. აი ახლა მაგალითად ამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მიიღო კანონის შესწორება საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოტანილი ოქროს ზოდები აღარ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, როგორც თავის ძროზე ის ხელოვნების ნიმუშები არ დაიბეგრა. ანუ ეს რას ნიშნავს? მარტივად გეტყვით. ბორია ივანიშვილი სანქცირებული რომელსაც ქეში ფულის გადახურდაება სჭირდება, ყიდულობს უცხოეთში ოქროს ზოდებს შემოაქის საქართველოში და არ იხდის 18%-იან დღეგეს გადასახადაც. ანუ კიდევ ერთხელ უკვე მერამდენეჯერ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას და იმ 260,000 სიღატაკის ზღვარს მივაყოფი ბავშვს. და ყველას რა თქმა უნდა ახლა ვინც ცხოვრობს სიღატაკის მიღმა ვინც არა ყველას გძარცვავთ კოცებსაც გძარცვავს ბიუჯეტს რო ძარცვავს ეს ნიშნავს რომ ყველას ძარცვავს რა არის აქ გასაკვირი წლებია ხო ვამბობ ამას ეს არის ბანდა ბორია ივანაშვილი არის ამ ბანდის მაფიის ბოსი აი ახლა თავად დაუკვირდით აბა დაწერეთ კომენტარებში და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გააზიაროთ აი ეს გენია და რომ მყავთ შერაცხული და რა ვიცი მეორე 6 მეთაყაიშვილი და მეორე ილია ჭავჭავაძე და კიდე რა და რას კოცები ხოტბადიდებას ვასხამენ ბორია ივანიშვილს და ბრძენს და იმას უწოდებენ აი თავად განსაჯეთ რა ძალიან მარტივი არის არ არის საჭირო აქ დიდი პოლიტოლოგობა და ის რა ქვია საერთაშორისო ექსპერტობა. ივანაშვილმა ორი პრეზიდენტი მის მიერვე არჩეული და მოთრეული გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ, ხო? მარგველაშვილი და ზურაბაშვილი. ყველა პრემიერი, რა ვიცი, 9 იყო მგონი. ყველა პრემიერი გამოაცხადა მოღალატედ და გამყიდველად და ორი მათგანის წინააღმდეგ თუ სამის არის აგერ სისხლის სამართლის საქმე აღძრული მილიონობით, რა ვიცი, 10 მილიონი ლარის ძარცვაზე. თავდაცვის მინისტრები, ინფრასტრუქტურის მინისტრები, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, რა ვიცი, წარმოიდგინეთ მთელი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც ყველა უკლებლივ ბორია ივანაშვილის ხელდასმით ნიშნებოდნენ თანამდებობებზე, ეს 10 ადამიანი ყოფილა გამყიდველი. თვითონ ისინი უწოდებენ ხო ამას? და ეხლა თქვენ თავად განსაჯეთ, ეს ადამიანი, ეს ბორია ივანაშვილი დეგენერატი არის, კლინიკური იდიოტი არის, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული რა ყველამ გაუსხა და რა ყველა მოღალატე აღმოჩნდა. ანუ ან დებილი არის. ან რა ვიცი, საქართველოს მიზანმიმართულად დამანგრეველი და დამაქცევარი. თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. იყო თან კლინიკური იდიოტი და თან საქართველოს მტერი.
არ არის ასე? როგორ შეიძლება ყველა პრეზიდენტმა რა მე ხალხი ეს ლენჩი არის კაცო ეს არის რა ვიცი არარაობა აბსოლუტური ყაველაშვილი აი ხო დადო თანამდებობაც ხო ხედავთ რა ვიცი საქართველოს შემარცხენელი ელემენტარული პროტოკოლი ვერ დაუმახსოვრებია და ვერ დაუზეპირებია რომ იქ რა ქვია საპატიო ყარაულის წინ რო გაივლის უცხოეთის ვიზიტის დროს იმ ყარაულს თავი უნდა დაუუკრას ხო ნახეთ სერბეთში რა გააკეთა კაცმა ბელგრადის სახელი ვერ დაიმახსოვრა აღარ მინდა ეხლა ამ არარაობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს რა ქვია, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი სალომე, რა ვიცი, თვითონ არ მოათრია და თვითონ დაყავდა ხელით, ხო? თვითონ აღვარჩევინა, მე არ ამირჩევია, მაგრამ ხო აირჩიათ. ვინც აირჩია. და ორივე მოღალატე რო აღმოჩნდა, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ აბა? ყველა პრემიერ-მინისტრი სამშობლოს გამყიდველი და ქურდი და ბაცაცა და რა ვიცი უბედურის ერთი რო არის შენს მიერ მოთრეული ღარიბაშვილი ორჯერ თან ზე რა ქვია გარკვეული პერიოდის შემდეგ ისე ხო შემოაბრუნა კორუფციისთვის გაგდებული რა ვიცი და ისე ჯერ თავდაცვის მინისტრად დანიშნა მერე პრემიერად დანიშნა ანუ კლინიკური იდიოტი ხარ ხო რაღაც სიბძნეების და იმის რა ქვია ხლართველი რო გონია რაღაცას არის პათოლოგი. საქართველოს აიყვანა მძევლად და ეს აწამებს. ძარცვავს. ქალიან კაციანად, მოხუც ბავშვიანად. ახლა მეტი თავზე დაჯმა რა არის, კაცო? რა ვიცი, ესეც ხო ძალიან მარტივია. პენსიონერს 20 ლარით რომ მოუმატებ პენსიას და პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პრეზიდენტებს, მოსამართლეებს, დეპუტატებს 7000 ლარით რომ გაუზრდი ხელფას 16-15,000-ებამდე. ამაზე მეტი თავზე დაჯმა რა არის? ქოცები ხო არიან პენსიონერები? ქოცებს ხო ყავთ ბებიები, ბაბუები, დედა, მამა, პენსიონერები რო არიან? აი ესე რომ თავზე აწუწავს ბორია ივანაშვილი. თუ შენ ელემენტარული ღირსება გაქვს აი კაცობას რასაც ეძახიან რომელი ერთია კაცი ქოცი და კაცის ადგინახიათ ამაზე ხმა ხო უნდა ამოიღო აი რაღაცა ხო უნდა ამოიკრესო არა იმიტომ რომ არც ერთ ქოც არც კაცს არც ქალს არ არის ღირსება ელემენტარული ღირსება არ აქვს მონები არიან მოდგმით აბელ სეთურის სექტა კიდევ ერთხელ რა ვიცი არ დავიღლები ამის გახსენები და პარალელების გატარება ერთი არის ჩამოტყაული ჩამოძონძილი უნიფხო ეს ჯოგი თავის მწამებელს თავის მძარცველ აბელ არქიპო ბორია სეთურს დგას და ოსანას უმღერის და დითირ ამბებს უძღვნიან რა კარგად გვაჯვამ თავზე ჩვენო მამა მარჩენალო აი ეს არის გაივსო ქალაქი და საქართველოს ამ აზია აფრიკიდან ჩამოთესლებული ჯოგით რა ვიცი თვალები ვისაც აქვს ხედავს ქალაქებში ქუჩებში ხო დადიხარ ავტობუსში ქვეყნის ვიდეო ცელდება თავად კობახიძემ აღიარა რომ 60,000 ბინა გავყიდეთო ჩვენო და 300,000 უცხოტომელი ჩამოასახლეთო. ბინას რო იყიდი იქ ხო ის არის მერე თან. ავტომატურად გეძლევა ბინადრობის უფლება, ხო? 300,000 ჩამოასახლეთო თვითონ თქვა. და ხარა მოგვივიდა რამეო? და ის რა ქვია, არაბული ორი ქალაქის შენებლობა რას გვიზამს? აი ამ კონტექსტში თქვა. ანუ 300,000 ჩამოასახლეს კი არა სამ არაბულ ქალაქს აშენებენ ერთს კწანისის ტყეპარკში ერთს გონიოში და ერთს კიდევ შვაგულთბილისში ბიძინა ივანიშვილის მიერ 50,000 კვადრატული მეტრი რომ გაყიდა არაბულ კომპანიებზე ეს კომპანია ისანში გაბრიელ ბერისალოსის ქუჩაზე აშენებს 16 ცალ 55 მეტრიან უზარმაზარ კორპუს 1000-ობით ბინით. ანუ ეს ჯამში არის კიდევ 100,000 არაბის ჩამოსათესლებელი რაოდენობა.
დამარაბებს მე ამ ავიც უცხო ტომელებს აიდანღაც ჩამოთასლებულებს მეჩეთი არ მოუნდებათ ბორდელი არ მოუნდებათ ესენ ხო დედაწულიან ჩამოთასლებიან აქ იმ ბორდელში ვინ იმუშავებს კოცებო თქვენი ოჯახის წევრები არა გასაცოდავებულ გაღატაკებულ გაუბედურებულ საქართველოში ბორდელებში ხო ქართველები დასაქმდებიან თქვენი ოჯახის წევრები იმ არაბების მოსამსახურე პერსონალად იმ ქალაქებში ხო ქართველები იქნებიან და ამის მერე რომელიმე კოცი იტყვის რომ მე კაცი ვარ და საქართველოს პატრიოტი ვარ და ხუდი მხურავს და ასე შემდეგ და დალევს ყელმოღერებული მორი გრიჟას ადრეგძელოს სუფრაზე სამშობლოზე მეობაზე ვაჟკაცობაზე ღვთისმშობლის წილხედრობაზე რა თქმა უნდა და 17 მაისი რომ მოვა არაბებთან ერთად რომლებიც განაყოფიერებენ მისი ოჯახის წევრებს იმდენი იქნებიან უკვე ივლიან ოჯახის სიწმინდის დღეზე და მათ დალოცათ რუსი ეგზარქოსი შიო რა ვიცი თუ მანამდე არ გადაისცვა აქვია მუფტი არ გახდა მუსლიმი და ქრისტიანული ტაძრები მეჩეთებად არ გადააქციეს თუ არ იზამენ თუ არ იკადრებენ თუ არ გააუპატიურეს გელათი უკვე სადაც უკვალოდ და შემოუბრუნებლად არის დაკარგული უნიკალური 1000-ლოვანი ფრესკები და ხატები წლების განმავლობაშიო დაალპეს წვიმის წყლით წვიმის წყალი რო ეცხავდა ამ უნიკალურ 1000-ლოვან ფრესკებს ეს ვინ გააკეთა ბორიამ არ გააკეთა საყდრისი ბორიამ არ ააფეთქა სოფლიოში და აი კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ოქროს საბადო 5000-ლოვანი იმისათვის რომ იქიდან ოქრო ამოეღო რა მაგისია ეგეც ვინც არიცის რა ვიცი ბორია არის მაგის მფლობელი ოქროსი იმ კაზრედს და იმ აქვია გარშემო 10000-ობით ადამიანს კიბორო აქვს დამართული იმ შხამებით და იმ მოპოვების ვანდალური მეთოდებით ეგეც ხო იცით და იქიდან მოყვანილი აქვია ბოსტნეული და ჭირნახული თბილისში რო იყიდება და აქეთ ყიბოთი წამლავენ და გაუბედურებენ და რა ვიცი ეგეც ხო იცით არიცით იქიდან შემოტანილი საქონელი რო იყიდება აქ მწვანილი რავი ხახვი წიწმატი ყველაფერი და მე გვიკვის რატო არის ამდენი კიბო კაცო გავცელება აი ამიტომ არის იმიტომ რომ საქართველოს სათავეში ძალაუფლება მიტაცებული აქვს დამპყრობელს არაქართველს ანტიქართველს გვარგადაკეთებულ ბორია ივანაშვილს და ანადგურებს მიზანმიმართულად საქართველოს და მიზანმიმართულად ანხორციელებს ქართველი ერის ჩანაცვლების პროგრამას აი ცნობილი ლოზუნგით ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროინდელი გეგმით ქართველები უბრალოდ საქართველოს ქართველების გარეშე აი ეს არის ბორია ივანაშვილი და ეხლა დაჯექით თქვენ სახში და უყურეთ შორიდან ამას აი როგორც სოროში შემძრალი ვირთხები აკეთებენ იქნება მე გადარჩევ ვერ გადარჩებით ვერც ერთი ვერ გადარჩებით ყველას მოგადგებათ ეს უკეთურობა ქუჩებში ვერ გამოხვალთ შიშით არაბების შიშით თქვენი ცოლები და თქვენი შვილები რო არ გააუპატიურონ იმდენი იქნებიან მალე სახლებში ვერ გაჩერდებით ისე აირევა სიტუაცია აქ სიღატაკის გამო და როგორც 90-იან წლებში
ისევ იქნება ბანდები, რომლებიც შემოგივარდებიან სახლებში და დაგაუთავებენ და კბილებს დაგაძრობენ, თუ გაქვთ ოქროს კბილები რამე, პლასკა გუფცებით. არადამაც ხო გაფრთხილებით, რავი, 2 წლის წინ. რომ ბორია დიქტატურისკენ მიექანება, ბორია წვეთს კავშირს დასავლეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთიდან შეწყდება ნაჩუქარი მილიარდებით დახმარება, დაიწყებს კრიზისს, ეკონომიკურ ფინანსურ კრიზისს, ქვეყანა კრიზისში ჩავარდება, ხალხი დაიმშევა, აი ახალი წლიდან გვახარა იმ არარაობა რო ყავდა მერად თბილისის მერად ნარმანია, ეხლა სემეკის თავმჯდომარე რო არის და 1 მილიონიანი სასახლე აჩვენეს, როგორ აიშენა ამ ცალცალი კალოშით მოსულმა თხლემ. მილიონიანი სასახლე აიშენა. და გითხრა, რომ დეინ და გაზი ძვირდებაო ახალი წლიდან. ახსნა, ეხლა რას ნიშნავს დენის და გაზის გაძვირება და როგორ აისახება ეს პირველად იმოხმარების ყველა პროდუქტზე, რომ ყველაფერი გაძვირდება? მასწავლებლებს განუცხადეს ხელფასი არ გაგეზრდებათო წელსო, იმიტომ რომ თქვენ შარშან გაგიზარდეთო. აი მონებად რო ხავთ მასწავლებლები და აგიტატორებად და არჩევნების გამყალბებლად, სამარცხვინო ხალხი, რომლებიც ჩვენ შვილებს ზრდიან და მარტო ამით ღირს შეძრწუნება, რას ასწავლიან ეს არარაობები, მასწავლებლები რო ქვიათ და ბორიას ყურმოჭრილი მონები რო არიან და რუსული ურდოს მოსამსახურე, გამყიდველი საქართველოსი, აი ჩვენ შვილებს ასწავლიან ესენი, რას? ადვილი წარმოსადგენია რასაც. და ამაზე დუმს ერი. ერთი ნაწილი ქოცებისა დასცინის იმ ხალხს, ვინც ქუჩაში კიდევ გამოდის და პროტესტს გამოთქვამს. და მეორე ნაწილი დუმარეთ შეყუჟულია სოროში. 300,000 კაცი რო გამოდიოდა შარშან. ის ხალხი სად არის? ეხლა აღარ ემუქრება საფრთხე საქართველოს თავისუფლებას, მაშინ ხომ მაგლოზუნგებით გამოდიოდით. ეხლა არ იყიდება საქართველო? ეხლა არ შენდება საქართველოში რუსული ბოსელი? მე მგონი უფრო მეტად გაერკვა ყველაფერი, ვიდრე შარშან იყო, რა ვიცი, თვალსაჩინო. წელს ხო უკვე ყველა ნორმალურ ადამიანს აღარანაირი ეჭვი აღარ ეპარება, რომ გააყიდა საქართველო ბორია ივანაშვილმა და დამპყრობელივით ძარცვავს. აი შემოსეული ურდოსავით ანადგურებს საქართველოს და ძარცვავს უმოწყალოდ ხალხს. ეს ხალხი სახში როგორ ზიხართ? რა ნამუსით ხართ სახში გაჩერებული და რა ნამუსით გაქვთ ჩაგდებული ენა? აი ქოცები გასაგებია, ქოცი არის ბიომასა, გენეტიკური ნაგავი პირუთხა ჯოგი, იმიტომ რომ ახლა მოდგმით მონაა, ხო იმას შეიძლება არც აქვს აზრი რაღაცა უთხრა, იმიტომ რომ ამდენი ხანი თუ ვერ მიხვდა რომ თავის დამაქცევარ ბიძნეევანიშვილს ტრაკი არ უნდა ულოკოს, რა ვიცი, ვეჭოფ ოდესმე კიდე მიხვდეს. მაგრამ ეს ადამიანები, ვისაც კარგად აქვს გააზრებული რა უბედურებასთან გვაქვს საქმე. ბორია ივანაშვილის სახით. რატო ხარ ჩუმად? რატომ ყიდით საკუთარ შვილებს? მათ მომავალს ხო ყიდით თქვენი დუმილით? ეს ხო იესოს დუმილით გაყიდვა არის იგივე. რატო სწირავთ საკუთარ შვილებს ბიძინა ივანიშვილის ბორდელის წევრებად? რა ვიცი. ვამეტებ რამე ეს? დამიწერეთ კომენტარებში. ზედმეტს რამეს ვამბობ? არ არის ეს ასე, რასაც მე ვამბობ? რამე ერთი მისხალი ტყუილი და არასწორი ვთქვი? და როგორ უნდა იცხოვროთ ასე თავლაბდასხმულებმა და თავზე დაჯმულებმა, რა ვიცი.
რატო უნდა გჭირდებოდეთ ჩემიას შეგულიანება თქვენ უნდა იყოთ ქადაგებად გამოვარდნილი და ამბობდეთ ყველაფერი იმას რასაც მე ვამბობ ამას დიდი ცოდნა უნდა არ არის საჭირო აქ კიდევ ერთხელ მეორებ მეცნიერული პოლიტოლოგიური და ვიცი პოლიტექნოლოგიური ცოდნა ეს ისე თვალსაჩინო არის რომ ადამიანს ერთი ხვეული თუ აქვს ობოლი მაინც ტვინზე ის ამას უნდა ხვდებოდეს და თუ ერთი გრამის ინდისი აქვს და ზნეობა და ქართველობა ის ამას უნდა ამბობდეს ხმამაღლა და არა სოროში იყოს შემძვრალი იმის განცდით და ოცნებით რომ მას ეს არ შეეხება რა ვიცი ეგეთი დებილი ვინ არის რომ აზროვნებს ასე რომ ეს მას გვერდით აულის არ აულის არავის გვერდით ყველას შეეხება და თქვენი შვილები მოვლენ და ჩაგაფურთხებენ საფლავში და საფლავამდეც აი ამ დონეზე რომ მიიყვანეთ ქვეყანა ასე რომ გაყიდეთ ქვეყანა აი ვითომ მართლმადიდებლებო და ვითომ ქართველებო და ვითომ რა ვიცი ღვთისმშობლის წილხვედრის მცველებო აი ამის თქმა მინდა გაავრცელეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ეს რა თქმა უნდა ეხლა მე ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა თქვათ ასე სიტყვაზე კოჭი გამეგორებინა ვიცი პატრიოტული გზნობებისთვის ქლესა რაღაცეები მეყვირა აქ ან თლათ ქოცი ყოფილიყავი და ქოც აგიტატორი და ქოც პროპაგანდონი და რა ვიცი მექნებოდა მეც საამური ცხოვრება თუ იქნებოდი შუბლის ძალა გაწყვეტილი ხო როგორ მე ხლა ზარქოაზე უკეთესი პარლამენტარი ვიქნებოდი რომ არა მაგრამ როგორ უნდა ვიცხოვრო ასე და როგორ უნდა მოვიტყუო თავი და როგორ უნდა გავიწყო შუბლის ზარღვი საკუთარ თავზე და საკუთარ მეობაზე, საკუთარ ქართველობაზე უარი ვთქვა. ბორია ივანაშვილის ნასუფრალის ლოდინში და დორბლმდინარე ოცნებაში ამ ყველაფერზე. სალაფავზე. აი ამიტომ არის რომ ამბობ ხშირად კაცობის პრობლემა არის საქართველოში. კაცები დიდ დეფიციტში არიან. იმიტომ რომ კაცობა საკუთარ სამშობლოზე პასუხისგებლობაა. კაცობა ღირსება არის. კაცობა არის ის, რომ საკუთარი სამშობლოს განადგურებას და გაუბედურებას ებრძვი. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. და თუ ამას არ აკეთებ, არა კაცი ხარ. როგორი ყელმოღერებული სადაგძელოებით არ უნდა თქვა სუფრაზე. გვფარავდეთ უფალი, იბრძოლეთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. იბრძოლეთ საკუთარი შვილების მომავლისთვის. საკუთარი შვილების გადასარჩენად. საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად, რომელსაც როგორც მომაკვდავს, გვამური ლაქები აქვს უკვე. და სახსენებელიც აღარ იქნება საქართველოსი, მალე, თუ ასე გაგრძელდა. იმიტომ რომ ბორია ივანაშვილის დიქტატურა თუ დამყარდა საბოლოოდ საქართველოში. არაბული ქალაქები იქით იყოს. ავიცი, საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფო უწყებების და უნივერსიტეტების არაბებზე გაყიდვა იქეთ იყოს. აი ზვიად გამსახურდიას კაბინეტი რო არის საქართველოს პარლამენტში იმას იქ რო არაბული ბორდელი გაიმართება, რომელიღაც არაბი რო იყიდეს სასტუმროდ და კაზინო და იქ ბორდელს გამართავს. ეს ყველაფერი იქით იყოს. ქვეყანა აღარ იქნება. ქართველი ერი აღარ იქნება. იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანი გაექცევა ამ დიქტატურას უცხოეთში. და ისედაც 1,5 მილიონი რო ვარ დარჩენილი, დავჩებით 500,000. და ეს 500,000 იქნება არაბული ბორდელებისა და არაბული, რა ვიცი. ბიზნესების მოსამსახურე პერსონალი.
არაბების და მუსლიმების ბოზები იქნება თქვენი შთამომავლობა, აი ესე პირდაპირ და მარტივად. და თუ ამაზე თანახმა ხარ და ამის წინააღმდეგ არიბძი მაშინ რა ვიცი. არაფერი აღარ ახარ. ფურთხის ღირსიო, რო აი ფურთხის ღირსიც კი არ ახართ მაშინ. აი ეს იყო მწარე სიმართლე. გავრცელეთ. ერთი ადამიანი თუ დაფიქრდეს ამაზე, უკვე საქმეა. ამის გამო ვარ აქ ამ Facebook-ში. თორე მე მოცლილი კი არა ვარ. კი ამ სიამოვნებს ეს ყველაფერი, წერო და გელაპარაკოთ. მაგრამ ვალდებული ვარ პასუხისგებლობას ვგზნობ ჩემი სამშობლოს წინაშე. და სანამ პირში სული მიდგას, ამას გავაკეთებ. და თქვენც იგივესკენ მოგიწოდებთ. იხარეთ და იმრავლეთ სამშობლოსათვის ბრძოლაში. ფარავდეთ უფალი ამ ბრძოლაში.